2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად უკვე მეორე წელია საქართველოს აღნიშნავს. წელს აქციას ზუგდიდით შეუერთა. ახალგაზრდა ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაციამ ქსენონი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქტივობა განახორციელა. ასოციაციამ მოხალისეთა ჯგუფს დაავადებასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგები ჩაუტარა და მოზარდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. საქართველოში მეორე წელია აღინიშნება ეს საერთაშორისო დღე, თუმცა ზუგდიდი პირველად უერთდება მას. მინდა აღნიშნო, რომ ეს დაავადება არის საკმაოდ პრობლემური იმ თვალსაზრისით, რომ კვლევების მიხედვით ყოველი 100-დან 1 ბავშვი აუტიზმით არის დაავადებული. ამასთანავე საზოგადოებაში ძალიან დაბალია ინფორმირების დონე დაავადებასთან მიმართებაში. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონმა აიღო, ასე ვთქვათ, ინიციატივა ზუგდიდში აუტიზმის საზოგადოებასთან ერთად აღინიშნა ეს საერთაშორისო დღე. დღესვე ასოციაციის მოხალისეებმა ქალაქის ცენტრალურ ხეივანში გადაენაცვლეს. მათ მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. მოზარდებმა დაინტერესებულ ადამიანებს დაავადებაზე ინფორმაცია ცლად მიაწოდეს. ჩვენ გამოვედით ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის, ექიმთა და ფსიქოლოგთა ასოციაციის მოხალისეები, რათა მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია აუტიზმის შესახებ და ვარიგებთ ბუკლეტებს, ასევე გვაჩვია მაისურები. ჩვენ ვიცით, რომ აუტიზმი დაავადებული არის 100-დან 1 ადამიანი და ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ამ დაავადების შესახებ. აუტიზმი მსოფლიოში 67 მილიონ ადამიანს აქვს. საქართველოში 110 ბავშვიდან 1 აუტიზმის მქონეა. აუტიზმზე ცოდნის გავრცელება, საზოგადოების ინფორმირებულობა და ადრეული ნიშნების ამოცნობის დასწავლით მისი სიფხიზლის დონის აწევა წარმოადგენს 2 აპრილის დღის მთავარ იდეალებს. მხოლოდ ინფორმირებული და ადეკვატური ცოდნის მქონე საზოგადოება შეძლებს გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს საქართველოში აუტიზმის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები დგანან. აუტიზმი გავრცელების მაღალი სიხშირისა და განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო შეფასდა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზული კრიზისი და გამოწვევა. ის გამოც 2007 წლის 18 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.